მოგესალმებით თავისუფლება სინდისის პატიმრებს, ყველა პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც ხავს გამომწყდეული ივანიშვილის რეჟიმს, რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ, ხო ის სამარცხვინო ფაქტი ამ ეგრეთ წოდებული მართლმსაჯულების, ოდესაც ელენე ხოშტარია ოთხიშვილის დედა ფლომასტრით წარწერის გაკეთების გამო წელიწადნახევრით გაუშვეს ციხეში, მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში თვითონ ფორმალურად თანამდებობაზე მყოფი პირები ჩადიან დანაშაულს, ჩვენ ხედავთ მათ შერჩევით სამართალს, ჩვენ ხედავთ რომ ასობით ადამიანი დაასახიჩრეს. თუ გნებავთ 2024 წლის აქციების დროს, მანამდე რუსული კანონის დროს იყო უამრავი ვიდეოზე გადაღებული თავდასხმა იერიშები და არავინ არც კი დაუიდენტიფიცირებიათ. ირაკლი კობახიძე საუბრობდა იმაზე, რომ გადაცდომები იყო და ჩვენ უშუალოდ სპეცრაზმის თანამშრომლების იდენტიფიცირება ვერ მოახერხეთო, იმდენად სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაშინ როდესაც საქართველოში კი იყო დანერგილი პრაქტიკა ნომრებით, ხო შეიძლება სახელდაფარული ჰქონდეს და ეს არის ელემენტარული აქსიომა და სტანდარტი, ხო? ესეთ ქვეყანაში ცხოვრობთ ჩვენ. დემოკრატიის ბოლო კერების მოსპობას ცდილობს ივანიშვილის რეჟიმი და სწორედ ამაზე ვესაუბრეთ. ჩვენ ბუნებრივია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენელს ბუნებრივია მას რა ინტერესებდა, ესეც საინტერესოა ეს თქვენ რაც უთხარით გასაგებია, მას რა ინტერესებდა თქვენგან უბრალოდ? ხო, ანაკლიის პორტი აქ არ არის უბრალოდ როგორც პორტი, აქ საუბარი არის გაცილებით უფრო დიდ სურათზე, საუბარი არის იმ შუა დერეფანზე, რომელიც გეოპოლიტიკურად ჩვენ ქართველებს გვერგო, ხო, ამ მდებარეობიდან გამომდინარე. ეს ისტორიულადაც ასე იყო, ახლაც ასე არის და ანაკლიის პორტი აქ ასრულებს მთავარ როლს, იმიტომ რომ საქართველოს არსებული პორტები არათუ ბათუმის, არამედ ფოთის პორტიც კი იყო, სადაც წელიწადში 100 დღე შტორმია, ბუნებრივია ვერ ახერხებს იმ გამოწვევების პასუხს და ვერც იმ ღრმაწლოვანის და ბუნებრივია იმ პორტების 75% ამ გემებისა ვერ შემოდის საქართველოში. იმიტომ რომ არ კეთდება ისეთი ღრმაწლოვანი პორტი, როგორც ეს კეთდება ანაკლიაში. ვერც გაკეთდება ფოთში, იქნებოდა ეს ანაკლიაში, ანაკლიას მოხვებოდა ბუნებრივია ქალაქი ანაკლია და სახმელეთო ინფრასტრუქტურა და თვითონ ფოთის პორტისთვისაც ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, სრულიად ახალ ფუნქციასა და სიცოცხლეს შეიძენდა. 2020 წელს ყველაფერი ისე რომ წასულიყო, როგორი გეზიც იყო აღებული, საქართველოში პირველი გემი უნდა შემოსულიყო და ბუნებრივია ამ 6 წლის განმავლობაში სახმელეთო ინფრასტრუქტურაც იქნებოდა აქ დამატებული. რასაც მოყვებოდა უსაფრთხოება, ეკონომიკურ სარგებელს მოყვებოდა უსაფრთხოება. 10,000 სამუშაო ადგილი, რომელიც უკვე შექმნილი უნდა ყოფილიყო და საქართველოს არ უნდა იყოს ახლა დაცლის, სისხლისგან დაცლის და ადამიანური რესურსიდან და აქ მნიშვნელოვანია რომ სამუშაო ძალისგან დაცლის პირას მყოფი ქვეყანა არ უნდა ყოფილიყო და გვახსოვს ხო როგორ შემოტრიალდა ქართული ოცნების მანამდე თუნდაც დეკლარირებული პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილმა სხვათა შორის ხო მამუკა ხაზარაძესთან საუბარში თქვა ის ცნობილი ფრაზა რომელიც თქვენ საუბრობთ რომ რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში ხო შესაბამისად ჩვენთვის ჩვენი პარტიისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ნაცნობი სიტუაცია თავისი ნიუანსებით თუ რა მოხდა ამასთან დაკავშირებით და სხვათა შორის მამუკა ხაზარაძეზე და ბადრი ჯაფარიძეზე გადაწყვიტეს რომ მთელი აქცენტი გაეკეთებინათ ამ საუკუნოვანი პროექტის ჩაშლის ახსნის დროს, მაშინ, როდესაც ბევრს ავიწყდება, რომ ქართული ოცნების ორი პრემიერ-მინისტრი გადაჰყვა ამ ამბავს, ხო? კვირიკაშვილი, ბახტაძე, რომლის დროსაც ჩამოვიდა საქართველოში. გადააყენეს. მაიკ პომპეო და ჩვენ გვახსოვს, ხო, ეს იყო ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა მაშინ და მნიშვნელობის ხაზგასმა ანაკლიის პორტისა და მაიკ პომპეო ვინ იყო, ვისი სახელმწიფო დივანი გახდათ? ისევ პრეზიდენტ ტრამპის, ხო, პირველი პრეზიდენტობის ჟამს. შესაბამისად, აქ არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების უწყვეტ მხარდაჭერაზე და ინტერესზე არის საუბარი, არამედ უშუალოდ ტრამპის ადმინისტრაციისაც, პირადად პრეზიდენტ ტრამპის,
რომლის სახელითაც ძალიან აპელირებდნენ ჩვენ გვახსოვს ხო ჯერ გასულ წელს 20 იანვარს დაველოდოთ რომ ინაუგურაციასო მე მარტს როგორ უნდა მომხდარიყო გადატვირთვა და ჩვენ ვნახეთ შემდეგ როგორ დრამატულად შეიცვალა რეგიონში მდგომარეობა არ გულისხმობ მხოლოდ ირანის კონფლიქტს გულისხმობ იმას რომ აი ბოლო 10 წლეულების განმავლობაში სასკოლო მაგალითი რომ იყო ორი პატარა ქვეყნის კონფლიქტის გულისხმობ ჩვენს მოძმე და მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს ისე მოხდა ურთიერთობების დალაგება და პრეზიდენტ ტრამპი იჯდა შუაში, როდესაც გვერდზე ეჯდა ალიევი და ფაშინიანი, მათ მიაღწიეს იმას, რომ ორივემ თავისი ქვეყნის ინტერესების ოპტიმალური დაცვა შეძლეს აი ამ არეულ დროში, ამ არეულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. საიმედო შუამავლის პირობებში, რომელსაც ნამდვილად სურდა მათ შორის მშვიდობა. ეს არის სხვაობა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. შუამავალი როცა არის პუტინი, მას მხოლოდ საკუთარი ინტერესი ამოძრავებს და მისთვის მშვიდობა რეგიონში არ არის პრიორიტეტი. მისთვის თევზს იჭერს ამღვრეულ წყალში, როცა აქ არის კონფლიქტი, დაპირისპირება და ასე შემდგომ. ეს არის სხვაობა ამ შემთხვევაში რეგიონში შეერთებული შტატების შემოსვლა ნიშნავს გარანტირებულ მშვიდობას, რომელსაც მოყვება ეკონომიკური სარგებელი და რომელსაც მოყვება უსაფრთხოება. აი ამის ნაწილი საქართველოს არ არის და ძალიან ღიად თქვა შეერთებული შტატების ოფიციალურმა სტრუქტურებმა, რომ თუ გინდათ იყოთ ამის ნაწილი, თქვენ გააქვთ ამის შესაძლებლობა, ოღონდ უნდა გადადგათ ნაბიჯები. ეს ნაბიჯები არ ჩანს, მაგრამ ივანიშვილი ცდილობს, რომ შეერთებულ შტატებთან დაამყაროს იმ ტიპის ურთიერთობა, რა ტიპის ურთიერთობაც აქვს ლუკაშენკოს. ალბათ ეს შეიძლება ითქვას რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფი ლიდერებისთვის მაინც დაშვებული ზონაა, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა ლუკაშენკოს მსგავსად, ბევრი პატიმარი ციხეში და მერე რაღაც ეკონომიკური სარგებლის ტიპის ვაჭრობა დასავლეთთან, რომ გამოუშვას ეს პატიმრები. ივანიშვილი ალბათ ზუსტად ამ არეალში მოიაზრებს საკუთარ თავს. თქვენ როგორ გონიათ, მისი გეგმა რა არის, როცა ის ელის, რომ აი შეერთებული შტატები მისკენ ყურადღებას მოაპყრობს. მან იცის, რომ ანაბიჯები უნდა გადადგას, მაგრამ რისი დამთმობია ის, როგორ გონიათ? ივანიშვილი მოდი ვთქვათ, რომ არ არის ლუკაშენკო და არც საქართველოს არ არის ბელარუსი. არც აზერბაიჯანი და თუნდაც სხვა რომელიმე ქვეყანა, რომელსაც აქვს ან წიაღისეული, ან კიდევ ბევრი სხვა რამ დამატებითი, რომელსაც შეუძლია უფრო ძიმეწონიანი როლი ითამაშოს თუნდაც რეგიონულ პოლიტიკაში. საქართველოს აქვს მხოლოდ და მხოლოდ თავისი ადგილმდებარეობა და შანსი იმისა, რომ შუა დერეფნის ხორცშესხმაში მიიღოს მონაწილეობა, ხო? ანაკლიის სპორტი სწორედ ამისი გამოხატულებაა. თქვენ საუბრობდით უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე. ის ცნობილი პროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი სახელი დაარქვა, ხო? ის ტრიპის, ეგრეთ წოდებული ტრიპის პროექტი, როგორ იშიფრება, ხო? ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. ეს არის ამერიკული მშვიდობა და არა ის მშვიდობა, რომლითაც საკენკს უყრიან თავის პროპაგანდის მეშვეობით ქართულ ოცნებაში, ხო? რუსეთთან ომი არ იქნება, თუ თავს დაუხრიდა და მოუკიდებლობას ჩააბარებ რუსეთს. ხო, მე არ მინდა ძალიან შორს წავიდე, მაგრამ სომხეთია ამის საუკეთესო მაგალითი. სომხეთი არის ამის იდეალური მაგალითი და ამისი აგრეთვე მაგალითი არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, საიდანაც აი იმ წირი მოსახლეობიდანაც კი მიყავთ პუტინის ომში უკრაინაში ადამიანები. აი ეს არის რუსული მშვიდობა. ეს არის საქართველოს დაქვემდებარების შემთხვევაში სხვა შორის ამ ქვეყნის მომავალი. ძალიან სერიოზული საფრთხე. ტრამპის მშვიდობა არის ის, რომ თურქეთის და სომხეთის ურთიერთობაც ვიცით ძალიან კარგად და აი ეს ტრიპი გულისხმობს იმას, რომ ის ისტორიული ზანგეზური ძველი სახელწოდებით ისტორიული და სიუნუკის დერეფანი, რომელიც ნახიჩევანის ავტონომიასა და აზერბაიჯანის დანარჩენ ტერიტორიას აერთებს, ხო? აი იქ აკავშირებს, იქ იქნება ჩადებული არის პირდაპირ გარანტიები და ორმხრივი ხელშეკრულება ცალკე სომხეთთან დაიდო, რომელიც გულისხმობს სომხეთისთვის როგორც პირველ რიგში უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ გარანტიებს. და გვახსოვს ასევე ცოტა ხნის წინ დაოსის ფორუმზე პრეზიდენტ ალიევის გამოსვლა, როდესაც მან თქვა, რომ ის თვირთები, რომელიც გადიოდა საქართველოს ტერიტორიაზე, სომხეთის ტერიტორიაზე შეიძლება აწი გავიდეს და საქართველოს ეს პირდაპირ უქადის იმას, რომ გახდეს რუსეთსა და ნატოს აი ამ ორ დიდ
ბანაკსა და ამ ფაშისტურ სახელმწიფოს შორის ბუფერული ზონა. რჩება ანაკლია და უტიფრად, როდესაც საუბრობენ დღესაც თუნდაც ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომ აი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ყავდათ თურმე ფოჩში და ანაკლიაში ის იყო ჯერ ერთი იმ საოკუპაციო ხასთანაც, რომელთანაც არაფრის დიდებით არ ჩადიან ქართული ოცნების ლიდერები. თლად ირაკლი ყობახიძე არ არის ნამყოფი საჯარო დაქვეითებით. არ არის ნამყოფი, ამისი არც სხვენია და ამავდროულად რა ნახეს, ხო, აი გრიგოლ გეგელიამ დაუსვა ეს შეკითხვა, აი რა ნახეთ ანაკლიაში რო ჩახვედით. რა იყო პასუხი? 6 არაფერი, იმიტომ რომ არაფერი არ ხდება. რამდენად პრიორიტეტული არის ანაკლია ქართული ოცნებისთვის, თუნდაც იმაში ჩანს, რომ მე შეგახსენებ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში კორექტირება შევიდა თავდაპირველ ვარიანტთან მიმართებაში და წყლის ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხა 100 მილიონით შეამცირეს. ეს ცოტა ხნის წინანდელი ამბავია, ხო, წლევანდელ ბიუჯეტს ეხება. სახელმწიფო ბიუჯეტში რო ეს შემცირდა, ეს არის პირდაპირ ინდიკატორი, რომ იქ არანაირი რეალური არც იმალება, არც განიზრახება და ჩანს კარგად რა არის მათი პრიორიტეტი. ყველა შეუძლია ჩავით მისი პასუხი იყო, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ძალიან ადეკვატური, იმიტომ რომ ადამიანმა თავისი თვალებით ნახა. და ამ ადამიანმა თუ ნახა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში და ტრამპის ადმინისტრაციაში ეს მათ ძალიან კარგად იციან. და ანაკლია არ არის მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესი. ჩვენთვის ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ის რომ ჩვენი ეროვნული ინტერესი ემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების და ზოგადად დასავლეთის ინტერესებს, აი ეს არის ჩვენი ხელმოსაჭიდიც, ჩვენი გასაღების და ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი და ეროვნული ხელისუფლება, რომელიც დღევანდელ დღეს 2026 წელს აი ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში იქნებოდა მართვის სადავეებთან, ქართული ოცნებისგან განსხვავებული ნებისმიერი ამ შანსს გამოიყენებდა უნიკალურად. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ 2020 წლის შემდეგ ლოგიკურად რომ განვითარებულიყო მოვლენები, დღეს სად ვიქნებოდით და რამდენად უფრო წინა პლანზე იქნებოდა ანაკლია თავისი სახმელეთო ინფრასტრუქტურით და აი ეს ასევე მოლაპარაკებები იქნებოდა გახსნილი ევროკავშირთან, რომელსაც მოყვებოდა ძალიან დიდი ფინანსური სარგებელი საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის და განვითარების შანსი და მართლა აქედან კი არ გაიქცეოდა მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, არამედ აქ შანსი ჩნდება, რომ შენ გახდები ევროკავშირის წევრი, ეს ძალიან რეალური და ხელშესახების შანსია პირველად საქართველოს ისტორიაში და ამ კარს უჯახუნებს ხვირწინ საქართველოს მოქალაქეებს. ამის ნაცვლად მივიღეთ ის, რომ საქართველოს მოქალაქეები დგანან უკვე უშუალო და მყისიერი საფრთხის წინაშე, რომ დაკარგონ უვიზო მიმოსვლა, რაც აგულისხმობს არა მხოლოდ მოგზაურობას, არამედ ჯანმრთელობის, განათლების და სხვა მიზნების გამო და იქ დროებითი დასაქმების პროგრამებიც იყო, ხო, და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი დახურვას ძალიან დიდი საფრთხე არის. მეც ვიტოვებ მაინც რომ ეს არ მოხდება და როგორც დაიწყო ყველაფერს აკეთებს, იმისთვის რომ ეს ასე მოხდეს, სამწუხაროდ ეს არის. ევროკავშირმა ძალიან პირდაპირ და ნათლად თქვა. ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უბრალოდ შეიძლება იქ შესვლა. ამას სჭირდება თავისი მინიმალური კრიტერიუმების დაცვა. იმ კრიტერიუმების მიღწევა გვჭირდება, რომელიც დაკმაყოფილებული გქონდა და გაუარესდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კანდიდატის სტატუსი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომ მოვიპოვეთ. დღეს უკვე არა როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას, არამედ როგორც ასოცირებულ წევრს, ანუ ერთი ნაბიჯით უკან რაც მანამდე ვიყავით, ასე გვეპყრობა უკვე ევროკავშირიც და მათ ძალიან მარტივად და აშკარად გვითხრეს პირდაპირ რუკა დაუდეს, საგზაო რუკა, რომელიც უნდა გააკეთოს და ამ შემთხვევაში ქართული ოცნება ვინაიდან არის ფაქტობრივი მმართველი, მათ ხელში არის სადავე. ამის ნაცვლად ჩვენ ვიღებთ ევროკავშირის ლანძღვას, დასავლეთის ლანძღვას, იერიშებს ელჩებზე, იერიშებს კონკრეტულ მთავრობებზე ამ უბინძურეს პროპაგანდასო თურმე ისინი გვაიძულებენ, რომ ჩვენ დავკარგოთ ქართველობა, კაცები უნდა გათხოვდნენ, თითქოს ევროკავშირი რაღაცეებს გვავალებს და ისინი არიან თურმე ერთადერთი დარაჯები მართლმადიდებლობისა. როგორი მართლმადიდებლები არიან, ძალიან კარგად გამოჩნდა რამდენიმე დღის წინ. კაცობის ტესტი იყო ამ დღეებში ძალიან კარგი ჩასაბარებელი და შესამოწმებელი, როცა ქალ უსამართლოდ დატყვევებულ პატიმარზე აკეთებდნენ განცხადებებს ეს ქართული ოცნების კაცები. მართლა კაცობის ტესტი იყო აქ ჩასაბარებელი და არ ვიცი, მარტო გათხოვება თუ გონია ვინმეს პრობლემური ვაჟკაცობის დასამტკიცებლად საქართველოს ასე ვთქვათ ქართულ რეალობაში ეს სხვანაირადაც იზომება კაცობა და მათი ამ განცხადებების შემფასებელი რა თქმა უნდა იქნება საქართველოს ყველა რიგითი მოქალაქე, მაგრამ რომ
შევაჯამოთ, ბატონო გიორგი, მინდა ვიკითხო თქვენ რა შეილით, ანუ ამ პროცესში შეიძლება ჩვენ ვნახოთ ივანიშვილთან გასამართი რაღაცნაირი ტიპის მოლაპარაკებები, ისეთი როგორც ლუკაშენკოსთან ნახეთ. აქ სხვაობა ის არის, თქვენც აღნიშნეთ, რომ საქართველოს არ არის ბელარუსი, აქ არის წინააღმდეგობა და აქ არის გაუტეხელი სინდისის პატიმრები, რომლებიც ამბობენ, რომ არანაირი ვაჭრობა სინდისის პატიმრებით, არანაირი ვაჭრობა ჩვენით. რა თქმა უნდა, ეს არის აქსიომა, ეს არის ჩვენი ხედვაც ლელოს ძლიერი საქართველოსი, რომ სინდისის პატიმრების გზა არის მათი ინდივიდუალური არჩევანი, მათი გაუტეხლობა არის მნიშვნელოვანი აგური იმ წინააღმდეგობის მოძრაობაში, რომლითაც ჩვენ დავასუსტებთ რეჟიმს ბოლომდე იმ დონეზე, რომ მოხდეს თავარი მოთხოვნების დაკმაყოფილება და თავარი მოთხოვნები არის უცვლელი და თავარი მოთხოვნა არის, რა თქმა უნდა, ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, იმიტომ რომ ასე ვხედავთ ჩვენ, ასე ხედავს საზოგადოების უმრავლესობა, რომელიც ამაზე გამოსვლას არ გავს ივანიშვილი. აი, პატიმრების გათავისუფლებაზე გამოსვლას თუ გავთ, ანუ გავს, მისთვის ხომ რა არის მნიშვნელოვანი, რომ ძალაუფლებაში გამაგრდეს, დარჩეს თუნდაც რაღაც პერიოდი მაინც და ამისთვის სჭირდება პატიმრების ციხეში, რომ მე რაღაცა გამოუშვას და რაღაცა მიაღწიოს ამ ვადის გახანგრძლივებას. მისი გეგმა ალბათ ასეთი უნდა იყოს, იმიტომ რომ ყველა ავტორიტარი მსგავს გზას გადის. ხო, თქვენ სხვა ავტორიტარებიც ახსენეთ და ბევრი ავტორიტარი დამდგარა მსგავს გზას, რომ თითქოს საჯაროდ და სხვების დასანახად არიტეხდნენ ხოლმე იხტიბარს და ძალიან მალე საათებში ჩამოშლილა ხოლმე მათი სისტემა. არ მინდა მე ხვედრით შევადარო ჩაუშესკუს, მაგრამ ჩაუშესკუმ როგორც დაამთავრა იმ მიტინგზე, რომელიცაც უნდა ეჩვენებინა სხვათა შორის ივანიშვილსაც აქვს ხომ მსგავსი მცდელობები გვახსოვს 29 აპრილის და ახლა ვცდილობენ რომ აი მართლმადიდებლობის ისიც მიითვისონ და კაპიტალიზება მოახდინონ ილია მეორის ავტორიტეტზე, კაპიტალიზება მოახდინონ ადამიანებზე, რომლებიც გულწრფელად გლოვობდნენ თავის პატრიარქს. ესეთი მცდელობები დამთავრდება ცუდად, ისევე როგორც დამთავრებულა სხვების შემთხვევაში. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ მინდა პირდაპირ პარალელი გავავლო ან გადაფისთან ან ჩაუშესკუსთან, მაგრამ მოსკოვის მექანიზმაც აჩვენა, რომ მათთვის ღია არის უკვე ჰააგის ტრიბუნალის კარი. შესაბამისად, ის რას ამბობენ ისინი საჯაროდ არის ერთი, მეორე როგორ განვითარდება მოვლენები, არის სულ სხვა მოცემულობა და ეს მოცემულობები შეიძლება ძალიან მალე შეიცვალოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2024 წლის შემდეგ მიტაცებული არჩევნების და განსაკუთრებით 28 ნოემბრის კობახიძისეული განცხადების შემდეგ ჩვენ ძალიან ბევრ რამეს მივახციეთ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტით, ჩვენ ძალიან ბევრ რამეს მივახციეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციით, ის სტატუს კვო რომელიც არის, ხო? არაღიარების, საგარეო არაღიარების, ლეგიტიმაციის აღიარების, ეს ყველაფერი არის ქართული საზოგადოების და მათ შორის სამოქალაქო აქტივისტების, არასამთავრობო სექტორის, თავისუფალი მედიის და პოლიტიკური პარტიების მნიშვნელოვანი დამსახურებაც. კონსტიტუციურ მშვიდობიან ფორმებში ჩვენი უფლებებით, სარგებლობით, ჩვენ იმ წნეხს იმ დონეზე გავზრდით, შიდა წნეხი იქნება ეს თუ გარე წნეხი, რომ სხვა გზა არ დარჩება ივანიშვილს, რომ არ დაჯდეს მოლაპარაკების იმ მაგიდასთან, რომელიც საბოლოო ჯამში მის რეჟიმს დაასრულებს არჩევნების გზით და კონსტიტუციურ ფორმებში.